Obviously, ძალიან საჩინელობა დაგვემართა. ტაქსისტიც მეტად იყო. აი, მე ალბათ თელი ცხოვრება მარტო მაგას ვინანებ ყველაზე მეტად. მოყოლაც კი არ მინდა. ეს ქვია არგინე დაიწყე მიდი, დეტალებში თან არაფერი გამოტოვო. მოკლედ ტაქსიში რა ჩავჭიქით ამ კაცმე თავიდან რაღაცერად გაიცინა რა. ჩვენ უბრალოდ მივეცალმეთ და თვითონ თქვა რომ წავედით გლდანშიო რა. ხო, 5 წუთი არ იქნებოდა გასული რა ჩავჭიქით რა და რანაცნობის სახეები გაქვთ თუ ასე გვითხრა. ნუ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ რა. მე რა ცოტა ხანი რო გავიდა, მე მეუბნებოდა რომ მისამართი რო არ მიგეთითებინა ზუსტად ვიცი. გამოიწერეთ არხი თუ გიყვართ კნუტები და დაალაიქეთ თუ გიყვართ გოჭები. დააკომენტარეთ რომელი გირჩევნიათ. და ცხოვრობ. მიხატავები შისგან ეგრევე გავქრებოდი იქ. გოგო სეიფი ვარ გაქვთ მოწერილი, ყველა გოგოს უნდა კონდეს რა. უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს, რომ რამე სიტუაციაში აღმოჩნდები, ეგრევე გზავნის სულ შეტყობინებას რა სანდო კონტაქტთან. და უფრო რაღაც ისე გრძნობ თავს რა. დაიცა გითხრა ეხლა ეგრევე უთხრით იქოს რომ ზუსტად ვიცი სადაც ცხოვრობ, მეთქი დროზე მანქანა გააჭიროთ, უნდა გადავიდეთ მეთქი რა და კაი კაცო და გადავიდეთ, მივედით ეგრე უკვე თითქმისო. არა ჭერებდა მანქანას. აუ ერთი პერიოდი ვიფიქრე რომ მეთქი ზღვედი რაც უკეთია თქო. ხო არ მოვგაჭე და იქვე მოვგუდო მეთქი, მაგრამ მე ავარია მოგვივიდო და რო გააჭერა მე კორპუსთან მართლა მოვგაჭე ეს ზღვედი ეკლა გადავიდა მანქანიდან, გაუღო მძღოლის კარები და მაგრა დაჟეჟა. ანუ რა სანახაობა გამომიტოვები, მაგრამ ეგრეთ მოიგეთ რატო გწყვინეთ პირიქით საღულ თქვენ. უჯერ თავარი არ მithქვამს, რომ ვეღარ გაუძლო ამ მძღოლმა მოჭერილ ღვედს და ეკლას წიხლებს და იყვირა უცბად ტიკო რას აკეთებო და იქვე გავკვავდი. გოგო ბიძა ჩემი აღმოჩნდა გოჩა ხო იცი დედა ჩემი ის ძმა. თურმე გვეღატავებოდა და კუდი ეფარა ვერ ვიცანი. აუ რა მაცინებს. მიხატავები გოჩაცემით? მაგრამ თქვენ რა იცოდეთ ახლა ზოგადად ტაქსის წინ ეგრე უცხოთი პირო გილაპარაკება, ეგრე ვეღარ გძნობ თავს უსაფრთხოით რა. დამიჯერე, გადმოწერე save you.